გამარჯობა. ოდესმე თუ გიფიქრიათ, რატომ ყიდულობთ კონკრეტულ პროდუქტს, რატომ გჯერათ ამა თუ იმ პოლიტიკური იდეის, ან რატომ აღიქვამთ სამყაროს ისე როგორც აღიქვამთ. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ეს თქვენი თავისუფალი არჩევანი და ინდივიდუალური მსჯელობის შედეგია. ან იქნებ ეს არის მეტად დახვეწილი, შეუმჩნეველი ზემოქმედების შედეგი, რომელსაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ედუარდ ბერნეისი თანხმობის ინჟინერიას უწოდებდა. დღეს მსურს ვისაუბრო ბერნეისის ყველაზე გახმაურებულ წიგნზე, სახელწოდებით პროპაგანდა. თუმცა იმისთვის, რათა გავიგოთ თუ ვინ იყო ედუარდ ბერნეისი და რატომ გახდა მისი წიგნი ასეთი საკვანძო, უნდა შევეხოთ მე-20 საუკუნის დასაწყისს, კერძოდ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებს. შტატები თავდაპირველად მსოფლიო ომში ჩართვას არ ჩქარობდა. საზოგადოებრივი აზრი გაყოფილი იყო. ბევრი ამერიკელი იზოლაციონიზმის მომხრე გახდა და ევროპულ კონფლიქტში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდა. თუმცა გარკვეულ მომენტში პრეზიდენტ უდრო ვილსონის ადმინისტრაციამ გააცნობიერა, რომ საზოგადოებრივი განწყობა უნდა შეცვლილიყო. ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ამერიკის ბანკები და საწარმოები უკვე მილიარდობით დოლარის სესხებითა და მიწოდებით იყვნენ დაკავშირებული ანტანტასთან. ანტანტის დამარცხება ამერიკას ეკონომიკურად დააზარალებდა. მეორე მიზეზი გახდათ ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში ამერიკას სურდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა. თავდაპირველად ამერიკელების უმეტესობა ნეიტრალიტეტის მომხრე იყო. ვილსონიც 1916 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში შემდეგი სლოგანით გავიდა: მე ომისგან გიცავთ. თუმცა ომში შესვლის გადაწყვეტილების შემდეგ აუცილებელი იყო საზოგადოების გარდაქმნა ნეიტრალიტეტიდან აქტიურ მობილიზაციამდე. ამ მიზნით შეიქმნა საზოგადოებრივი ინფორმაციის კომიტეტი, რომელსაც ჯორჯ კრილი ხელმძღვანელობდა. ამ კომიტეტის ამოცანა იყო ამერიკული საზოგადოების დარწმუნება ომში მონაწილეობის აუცილებლობაში და ისეთი იდეების პოპულარიზაცია, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და ტირანის წინააღმდეგ ბრძოლა. სწორედ ამ კომიტეტში მუშაობდა ახალგაზრდა ედუარდ ბერნეისი. მან საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ ეფექტურად შეიძლება მასების აზრის მანიპულირება, როგორ შეიძლება შეიცვალოს მილიონობით ადამიანის დამოკიდებულება მოკლე დროში. პროპაგანდა ემყარებოდა გერმანელების დემონიზებას, მათ წარმოდგენას როგორც ბარბაროსებისა, ველურებისა, რომლებიც ქალებს აუპატიურებდნენ, ბავშვებს კლავდნენ, კულტურას ანადგურებდნენ. მასობრივი პლაკატების, კინოფილმების, გაზეთების და სხვათა გამოყენებას. ლოზუნგი შევქმნათ მსოფლიო, რომელიც დემოკრატიისთვის უსაფრთხო იქნება, ომს წარმოაჩენდა როგორც მაღალი იდეალებისთვის ბრძოლას. პროპაგანდამ წარმატებით გადააქცია ამერიკული საზოგადოება დამკვირვებლიდან ომის აქტიურ მხარდამჭერად. ვილსონმა ომი წარმოაჩინა არა როგორც უცხო კონფლიქტი, არამედ როგორც კაცობრიობის გათავისუფლების გზა, რაც საზოგადოებრივ აზრში მარტივად ჩაიბეჭდა. ომის შემდეგ ბერნეისმა ეს გამოცდილება კომერციულ სფეროში გადაიტანა. მან დაინახა, რომ ის ტექნიკები, რომლებიც მთავრობამ გამოიყენა ომის მხარდასაჭერად, წარმატებით გამოდგებოდა პროდუქტების გასაყიდად, პოლიტიკური იდეების გასავრცელებლად და ზოგადად საზოგადოებრივი აზრის სამართავად. მან დაარსა საკუთარი კომპანია და დაიწყო იმის გაყიდვა, რასაც მან ბრჭყალებში საზოგადოებრივი ურთიერთობები უწოდა. თუმცა რეალურად ეს იყო დახვეწილი პროპაგანდა. მან ირწმუნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანებს თავისუფალი არჩევანის ილუზია აქვთ, მათ სჭირდებათ მართვა უხილავი ხელის მიერ, რათა ქაოსი თავიდან იქნას აცილებული. 1928 წელს გამოცემული ედუარდ ბერნეისის წიგნი პროპაგანდა არ არის პროპაგანდის კრიტიკა. პირიქით, ეს არის მისი ეფექტური გამოყენების ფილოსოფია და პრაქტიკული სახელმძღვანელო. ბერნეისი ამტკიცებს, რომ უმცირესობები მართავენ მსოფლიოს და რომ ეს უმცირესობები ინტელექტუალური ელიტა, ვალდებულები არიან ჩამოაყალიბონ მასების აზრი და ქცევა. წიგნის პირველ თავში ქაოსის ორგანიზება, ბერნეისი უკვე აყალიბებს პროპაგანდის ფუნქციას და მის ძირითად მიზნებს. ავტორი ამტკიცებს, რომ თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში უმრავლესობას არ შესწევს უნარი მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ეთიკურ საკითხებზე. საზოგადოება იმდენად მასშტაბური და რთულია, რომ ინდივიდების რაციონალური არჩევანის ჯამი ხშირად ქაოსს იწვევს. მისი აზრით ეს არ არის ხარვეზი, არამედ დემოკრატიის ბუნებითი მდგომარეობა. ამ ორგანიზებული ქაოსის სამართავად აუცილებელია ეგრეთ წოდებული უხილავი მთავრობის არსებობა. ეს არის არა ფორმალური სამთავრობო ორგანო,
არამედ პატარა ჯგუფი ინტელექტუალებისა და ლიდერების, რომლებიც ჭალებში უხილავად მართავენ საზოგადოებრივ აზრს. ისინი ხშირად არც კი იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ მათი გავლენა განპირობებულია ბუნებრივი ლიდერობით, საზოგადოებისთვის იდეების მიწოდებითა და სოციალურ სტრუქტურაში დაკავებული პოზიციებით. საზოგადოება ენდობა ამ ელიტას, რომელიც მათთვის არჩევანს ფილტრავს და მზაფორმით აწვდის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად. იქნება ეს პოლიტიკური არჩევანი, სამოხმარებლო გადაწყვეტილებები თუ სოციალური ნორმები. ბერნეისი მიიჩნევს, რომ თავისუფალი კონკურენცია იდეებს შორის შეიძლება ქაოსში გადაიზარდოს, თუ მას არ მართავს ორგანიზებული ლიდერობა. სწორედ აქ შემოდის პროპაგანდის როლი. პოლიტიკური პარტიები, მედია ორგანიზაციები, სოციალური მოძრაობები და სხვა ინსტიტუტები მოქმედებენ როგორც მედიატორები. ისინი აგროვებენ, აერთიანებენ და წარმოაჩენენ ინფორმაციას ისე, რომ მასება შეძლონ არჩევანის გაკეთება. შეზღუდული, მაგრამ პრაქტიკული ვარიანტებიდან. ავტორის აზრით ეს ხელს უწყობს საზოგადოებრივი პროცესების გამარტივებას და სოციალური თანმიმდევრულობის შენარჩუნებას. საზოგადოება დაყოფილია მრავალ განსხვავებულ ჯგუფად: სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური და სხვა ნიშნების მიხედვით. ამ ჯგუფების ლიდერები ქმნიან საკუთარ ინტელექტუალურ და პრაქტიკულ მექანიზმებს იდეებისა და აზრის გასავრცელებლად. ბერნეისის მიხედვით, სწორედ ეს ჯგუფები და მათი ლიდერები არიან ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი აზრის ორგანიზების გასაღები. ისინი წარმოადგენენ მინიუხილავ მთავრობებს საკუთარ სფეროებში, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო ნარატივების და ქცევების ფორმირებას. ბერნეისი აშკარად აცხადებს, რომ პროპაგანდა არ არის არსებითად ცუდი, ის მას განიხილავს როგორც აუცილებელ ინსტრუმენტს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მისი მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის ორგანიზება, მასებისთვის გადაწყვეტილებების გამარტივება და თანმიმდევრული ქცევის უზრუნველყოფა. მეორე თავი, ახალი პროპაგანდა. ბერნეისი განმარტავს, რომ პროპაგანდა არ არის დროებითი ან შემთხვევითი მოვლენა, არამედ თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ის აღარ არის ძველი აშკარა აგიტაცია, არამედ დახვეწილი, მეცნიერულად დასაბუთებული და ხშირად შეუმჩნეველი ინსტრუმენტი. მისი მიზანია მასების ქვეცნობიერზე ზემოქმედება, რაციონალურ არგუმენტებზე დაყრდნობის ნაცვლად. ეს მიდგომა შთაგონებულია ბერნეისის ბიძის, სიგმუნდ ფროიდის შეხედულებებით, რომლებიც ხაზს უსვამს, რომ ადამიანები ხშირად მოქმედებენ ემოციებით, ფარული სურვილებითა და ჯგუფური ინსტინქტებით. თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიები აძლიერებს უხილავი მთავრობის შესაძლებლობებს მასობრივი აზრის ეფექტური მართვისთვის. მეორე თავში ბერნეისი ასახელებს უკვე ჩვენ მიერ მოხმობილ მაგალითს, პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკაში განხორციელებულ პროპაგანდისტულ კამპანიას. ის აღნიშნავს, თუ როგორ მოახერხა მთავრობამ, კერძოდ საზოგადოებრივი ინფორმაციის კომიტეტმა, გადაექცია იზოლაციონისტი ამერიკული საზოგადოება ომის აქტიურ მხარდამჭერად. მას საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ იყენებდნენ ემოციურ მიმართვებს, სიმბოლოებსა და სისასტიკის პროპაგანდას მტრის დემონიზაციისა და პატრიოტული განწყობის გაღვივებისთვის. ეს გამოცდილება იყო მისთვის პროპაგანდის, როგორც საზოგადოებრივი მართვის ხელოვნების უპირველესი გაკვეთილი. თავი მესამე, ახალი პროპაგანდისტები. ახალი პროპაგანდისტები არიან საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტები, რომლებიც წინათაობის აგიტატორებისგან განსხვავებით უფრო დახვეწილ და მეცნიერულ მეთოდებს იყენებენ. მათი როლია იყვნენ შუამავლები იდეებსა და საზოგადოებას შორის. ისინი ანალიზებენ საზოგადოების ფსიქოლოგიურ განწყობებს და იდეებს, ისე წარმოაჩენენ მათ, რომ მასებისთვის მისაღები და სასურველი გახდეს. ისინი ქმნიან კომპლექსურ კამპანიებს, რომლებიც არა მხოლოდ ინფორმაციას ავრცელებენ, არამედ მიზნად ისახავენ საზოგადოებრივი აღქმისა და ქცევის შეცვლას. ხშირად მესამე მხარის ავტორიტეტის გამოყენებით. ბერნეის მაგალითად მოჰყავს მისი საკუთარი გამოცდილება თამბაქოს ინდუსტრიასთან მუშაობისას. ის აღწერს, თუ როგორ შეუძლია PR სპეციალისტს შექმნას მოთხოვნა პროდუქცია, რომელიც აქამდე ან არ არსებობდა, ან საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. ის ასევე აღნიშნავს, რომ ახალი პროპაგანდისტი უნდა იყოს როგორც სოციოლოგი, ასევე ფსიქოლოგი და მარკეტოლოგი ერთდროულად. მინდა ვახსენო ბერნეისის მიერ წარმოებული რამდენიმე კამპანია, რომელშიც ეგრეთ წოდებული ახალი პროპაგანდისტის როლი იკვეთება. თავისუფლების ჩირაღდნება. ამ კამპანიის დროს ბერნეისმა მოწევაზე არსებული სოციალური ტაბუ მოხსნა ქალებისთვის. მან სიგარეტი დააკავშირა ემანსიპაციისა და თანასწორობის სიმბოლოსთან. 1929 წლის აღდგომის აღლუმზე მან ქალების დაქირავებულ ჯგუფს
საჯაროდ მოაწევინა სიგარეტი და ეს უკანასკნელი თავისუფლების შირაგნებას წარმოაჩინა. ამან შეცვალა საზოგადოებრივი აღქმა და მოწევა ქალებში საზოგადოებრივად მისაღები გახდა, რამაც მკვეთრად გაზარდა შემდგომ უკვე თამბაქოს გაყიდვები. გვატემალის გადატრიალება. პროპაგანდა არ არის მხოლოდ კომერციული ინსტრუმენტი, არამედ ძლიერი პოლიტიკური იარაღი. დიდმა ამერიკულმა კორპორაციამ United Fruit Company 1954 წელს დაიქირავა ბერნეისი, რათა ამერიკული საზოგადოებრივი აზრი გვატემალაში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ხაკობო არბენსის წინააღმდეგ განეწყო. მიზეზი ის გახდათ, რომ 1950-იანი წლების დასაწყისში არბენსმა მიწის რეფორმა წამოიწყო, რაც United Fruit Company-ისთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა ბანანის მოყვანა და მისი მთელ მსოფლიოში ექსპორტირება იყო, უზარმაზარი გამოუყენებელი მიწების ჩამორთმევას და გლეხებისთვის მათ გადაცემას ითვალისწინებდა. ამან პირდაპირ საფრთხე შეუქმნა კორპორაციის სამომავლო მოგებას. ბერნეისის ამოცანა იყო წარმოეჩინა პრეზიდენტი არბენსი როგორც კომუნისტი და საბჭოთა კავშირის მარიონეტი, რათა ამერიკის მთავრობას სამხედრო ინტერვენციისთვის ქონოდა ეგრეთ წოდებული მორალური საფუძველი. ამ პოლიტიკური პროპაგანდის პარალელურად ბერნეისმა წარმოიწყო თავისი ბინძური PR კამპანია. პირველ რიგში ბერნეისმა დაიქირავა გავლენიანი ჟურნალისტები და მედია საშუალებები, რომლებსაც ფინანსურად დაეხმარა. მან მათ მიაწოდა ფარული ინფორმაცია, რომელიც თითქოს ამტკიცებდა, რომ არბენსის მთავრობა რეალურად საბჭოთა აგენტებით იყო სავსე. მიუხედავად იმისა, რომ არბენსი არ იყო საბჭოთა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული და მისი მიწის რეფორმა უბრალოდ სოციალისტურ იდეებთან ასოცირდებოდა. ბერნეისის კამპანია ქმნიდა ნარატივს, რომ თუ ამერიკა არ ჩაერეოდა გვატემალა თითქოს კომუნისტურ რესპუბლიკად გარდაიქმნებოდა, რაც საფრთხე შეუქმნიდა მთლიან დასავლეთ ნახევარსფეროს. მან გამოიყენა სიტყვები წითელი საფრთხე და კომუნისტური ძირგამომთხრელი საქმიანობა საზოგადოებაში ემოციების გასაღვიებლად. ამასთან ერთად ბერნეისმა ბანანი აქცია ამერიკული ცხოვრების წესის სიმბოლოდ. მან მოაწყო გამოფენები, გამოაქვეყნა რეცეპტების წიგნები და გაავრცელა სამედიცინო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბანანი საოცრად სასარგებლოა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. ამან ბანანი ეგზოტიკური ხილის სტატუსიდან ჯანსაღი აუცილებელი საკვების სტატუსში გადაიყვანა. ამჟამად ბერნეისმა ბანანი დააკავშირა ამერიკულ ოჯახთან და მის ჯანმრთელობასთან, რაც კიდევ უფრო ამყარებდა იმას, რომ გვატემალის კომუნისტური მუხარა პირდაპირ ამერიკულ ინტერესებს ემუქრებოდა. ამ კამპანიის შედეგად ამერიკული მედია და საზოგადოება დაარწმუნეს, რომ პრეზიდენტი არბენსი ნამდვილად კომუნისტი იყო და ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ CIA-მ სამხედრო ძალით განახორციელა გადატრიალება 1954 წელს დაამხო არბენსი და ხელისუფლებაში პროამერიკული სამხედრო რეჟიმი მოიყვანა. ეს მოვლენა დღემდე კაპიტალისტური კორპორაციების და PR ინდუსტრიის მიერ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ყველაზე ნათელ მაგალითად რჩება, რამაც პირდაპირ გამოიწვია სუვერენული სახელმწიფოს გრევა და დაამტკიცა, რომ პროპაგანდა შეუძლია არა მხოლოდ პროდუქტის გასაღება და გაყიდვა, არამედ პოლიტიკური მოვლენების ინსცენირებაც კი. თავი მეოთხე. საზოგადოებრივი ურთიერთობების ფსიქოლოგია. პროპაგანდა ეფუძნება ადამიანის ფსიქოლოგიის ხმაგაგებას, განსაკუთრებით კი ქვეცნობიერი მოტივებისა და ჯგუფური ინსტინქტების გააზრებას. ბერნეისი ფროიდის იდეების გავლენით ხაზს უსვამს, რომ ინდივიდები ხშირად მოქმედებენ ჯგუფური ჩვევების და ემოციების საფუძველზე, ვიდრე რაციონალური მსჯელობით. პროპაგანდისტი სწორედ ამ ირაციონალურ მოტივებს იყენებს მასებზე გავლენის მოსახდინად. ის ქმნის სიმბოლოებს, სტერეოტიპებს და სლოგანებს, რომლებიც მასობრივ რეაქციებს იწვევს, რადგან ისინი ეხმაურებიან ადამიანების ფარულ სურვილებსა და შიშებს. თავი მეხუთე. ბიზნესი და საზოგადოება. ბიზნეს თანამედროვე სამყაროში სჭირდება საზოგადოებრივი აზრის მართვა, ისევე როგორც პოლიტიკას. პროდუქტების წარმატებით გასაყიდად კომპანიებმა უნდა შექმნან დადებითი იმიჯი და დააკავშირონ თავიანთი პროდუქტები საზოგადოების ღრმა მოტივებთან და სურვილებთან. ეს არ არის მხოლოდ რეკლამა, არამედ საზოგადოებრივი აღქმის ინჟინერია, რომელიც ქმნის მოთხოვნას და ლოიალობას ბრენდის მიმართ. ხშირად საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ან უბრალოდ მისი იმიტაციით. მაგალითად, ბეკონი როგორც ამერიკული საუზმე. ბერნეისმა ბეკონის წარმოებლებისთვის მოაწყო კამპანია,
სადაც მან ექიმებს ათქმევინა, რომ ჯანსაღი საუზმე კალორიებით დიდარი უნდა ყოფილიყო. ამის საფუძველზე მან მედიის საშუალებით გავრცელა ინფორმაცია, რომ ბეკონი და კვერცხი საუკეთესო ამერიკული საუზმეა, რითაც გაზარდა ბეკონის მოხმარება. მოდით თვითონ ავტორს მოусმინოთ. Many years ago, our client was the Beechnut Packing Company. მრავალი წლის წინ ჩვენი კლიენტი იყო კომპანია Beechnut Packing Company. მათ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას ბეკონი წარმოადგენდა. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და დავადგინეთ, რომ ამერიკელები საუზმეზე მიირთმევდნენ ძალიან მსუბუქ საკვებს, ყავას, შესაძლოა რულეთსა და ფორთოხლისწვენს. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა შემდეგი იყო. მივმართეთ ჩვენს ექიმს და დავადგინეთ, რომ ნოყიერი საუზმე ჯანმრთელობის თვალსაზრისით უფრო გამართლებული იყო, ვიდრე მსუბუქი, რადგან ორგანიზმი ღამით კარგავს ენერგიას და ის დღის განმავლობაში უნდა შეივსოს. მას შემდეგ, რაც ვუთხარით ჩვენი მიზნის შესახებ ვუთხარით, ექიმს ვკითხეთ, იქნებოდა თუ არა თანახმა, რომ ყოველგვარი საზღაურის გარეშე 5,000 ექიმისთვის მიეწერა და მათთვის ეკითხა, ემთხვეოდა თუ არა მათი შეხედულება მის შეფასებას. მან თქვა, რომ ამას სიამოვნებით გააკეთებდა. ჩვენ გავგზავნეთ წერილი 5,000 ექიმთან და მივიღეთ დაახლოებით 4,500 პასუხი. ყველა მათგანი დაეთანხმა იმ აზრს, რომ მძიმე საუზმე უკეთესი იყო ამერიკელების ჯანმრთელობისთვის ვიდრე მსუბუქი. ეს ინფორმაცია გაზეთებში გაშუქდა. ქვეყნის მასშტაბით გაზეთებს სათაურებში შემდეგი რამ ეწერათ. 4,500 ექიმი მოგიწოდებთ მიირთვათ ნოყიერი საუზმე, რათა ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ საუზმეში ბეკონი და კვერცხი უნდა ყოფილიყო. შედეგად, ბეკონის გაყიდვები გაიზარდა. დღემდე მაქვს წერილი ბარტლეტ არკელისგან, Beechnut Packing Company-ის პრეზიდენტისგან, რომელიც ამის შესახებ მწერს. თავი მეექვსე, პროპაგანდა და პოლიტიკური ლიდერობა. თანამედროვე პოლიტიკა განუყოფლად არის დაკავშირებული პროპაგანდის პრინციპებთან. პოლიტიკოსებმა უნდა მიჰყიდონ საზოგადოებას თავიანთი თავი, პროგრამები და იდეები, ისევე როგორც პროდუქტი იყიდება ბაზარზე. არჩევნების დროს უხილავი მთავრობა, პარტიული მანქანები, მედია, PR სპეციალისტები ქმნის კანდიდატების იმიჯს, ავრცელებს მათ გზავნილებს და მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით, რათა უზრუნველყოს სასურველი შედეგი. ამორჩეულის გადაწყვეტილებები ხშირად ემოციებსა და ირაციონალურ ფაქტორებს ეფუძნება. თავი მეშვიდე, ქალთა საქმიანობა და პროპაგანდა. ქალები როგორც მომხმარებლები, სოციალური აგენტები და საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანი ნაწილი პროპაგანდის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ. ბერნეისი აღწერს, თუ როგორ შეიძლება ქალთა ჯგუფების და მათი სოციალური მისწრაფებების გამოყენება კომერციული ან სოციალური მიზნებისთვის. ქალთა კლუბები, ფედერაციები და ორგანიზაციები ხშირად გაუცნობიერებლად ხდებიან პროპაგანდისტული კამპანიების გამავრცელებლები, როდესაც ისინი მოხალისეობრივად თუ სოციალური მოვალეობის სახელით მოქმედებენ. ბერნეისი აღწერს, თუ როგორ მუშაობდა ის ქალთა კლუბებთან, რათა გარკვეული იდეები ან პროდუქტები პოპულარული გაეხადა. მაგალითად, თუ კი მას სურდა გარკვეული საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების გაზრდა, ის დაუკავშირდებოდა ქალთა კლუბებს და დაარწმუნებდა მათ, რომ ეს ტექნიკა თანამედროვე ქალის ატრიბუტი უნდა იყოს, რომელიც დროსა და ენერგიას ოგავს. თავი მერვე, პროპაგანდა განათლებისთვის. განათლება ისევე როგორც სხვა სფეროები ექვემდებარება პროპაგანდისტულ გავლენას. სკოლები, უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიძლება გამოყენებულ იქნას იდეების გავრცელებისა და საზოგადოებრივი ნორმების ჩამოყალიბებისთვის. ეს მოიცავს სასწავლო გეგმების ფორმირებას, საზოგადოებრივი განათლების სისტემის მიერ გატარებულ კამპანიებს, რომლებიც ხშირად გარკვეული ინტერესების მომსახურებობას ისახავს მიზნად. ბერნეისი აღნიშნავს, რომ განათლების მიზანი არ არის მხოლოდ ფაქტების სწავლება, არამედ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და გარკვეული შეხედულებების ჩამოყალიბება. ბერნეის მაგალითად მოჰყავს ჯანდაცვისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავენ საზოგადოების განათლებას, მაგალითად ტუბერკულოზის პრევენცია. მიუხედავად კეთილშობილური მიზნებისა, ეს კამპანიებიც პროპაგანდის ფორმებია, რადგან ისინი ცდილობენ საზოგადოებრივი აზრისა და ქცევის შეცვლას.
ავტორი აღნიშნავს, რომ სკოლებში და უნივერსიტეტებში გამოყენებული წიგნები და პროგრამები ხშირად გარკვეული იდეოლოგიური ან კულტურული მიზნების გათვალისწინებით ირჩევა, რაც ასევე პროპაგანდის ფორმა. თავი მეცხრე. პროპაგანდა სოციალურ სამსახურში. არაკომერციული და სოციალური ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებრივი სიკეთისთვის მუშაობენ, ასევე აქტიურად იყენებენ პროპაგანდისტულ მეთოდებს თავიანთი მიზნების მისაღწევად. იქნება ეს ჯანმრთელობის გაუმჯობესების, სიღარიბის შემცირების თუ სოციალური რეფორმების კამპანიები. ისინი იყენებენ საზოგადოებრივი ურთიერთობების ტექნიკებს საზოგადოების ხარდაჭერისა და დაფინანსების მოსაპოვებლად. ეს პროპაგანდა მიუხედავად მისი კეთილშობილური მიზნისა, მაინც საზოგადოებრივი აზრის მართვის ფორმას წარმოადგენს. ბერნეისი აღწერს, თუ როგორ იყენებს მაგალითად წითელი ჯვარი პროპაგანდას რესურსების მოსაზიდად, წევრების მოსაზიდად და საზოგადოების ინფორმირებისთვის თავისი მისიის შესახებ. თავი მეათე, ხელოვნება და მეცნიერება. პროპაგანდის გავლენა ვრცელდება ხელოვნებასა და მეცნიერებაზეც კი. ხელოვნება შეიძლება გამოყენებულ იქნას იდეების ვიზუალური და ემოციური ფორმით გასავრცელებლად, ემოციების აღძვრისა და საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბებისთვის, ხოლო მეცნიერული აღმოჩენები და ექსპერტთა აზრი კი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებისთვის. მეცნიერული ფაქტების შერჩევითი წარმოდგენა ან მათი ინტერპრეტაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული დღესასრიგის გასატარებლად. ეს აჩვენებს, რომ პროპაგანდა ღრმად არის ჩაწნული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში და არა მხოლოდ უბრალოდ აშკარა პოლიტიკური ან კომერციული განცხადებების სახით ვლინდება. ბერნეისი მიიჩნევს, რომ მუზეუმები და გალერეები მათი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულებისა შეიძლება გახდნენ პროპაგანდისტული პლატფორმები. მაგალითად, გამოფენების ორგანიზება, რომელიც გარკვეულ ხელოვანს ან მიმდინარეობას უწევს პოპულარიზაციას ან ამით ქმნის გარკვეულ კულტურულ ნორმას. და ბოლოს, ედუარდ ბერნეისის პროპაგანდა არ არის უბრალოდ ისტორიული დოკუმენტი. ეს არის უაღრესად აქტუალური, გამაფრთხილებელი ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ძალაუფლება თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ავტორი მისივე წიგნის შინაარსს კრიტიკული თვალით არ უმზერს და პირიქით პროპაგანდისა და მანიპულაციის აპოლოგიას ეწევა, ჩვენ შეგვიძლია მასში იმ სტრუქტურის ამოკითხვა, რომლითაც ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, გამოწვრთნა და მისი ყალიბში ჩამოსხმა ხდება. დღეს ციფრული ტექნოლოგიების, სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ბერნეისის იდეები უფრო მეტად სიცოცხლის უნარიანია ვიდრე ოდესმე. საინფორმაციო ნაკადი უსაზღვროა, ხოლო საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მეთოდები სულ უფრო დაიხვეწა და უხილავი გახდა. ადამიანებს ხშირად გონიათ, რომ მათი პოლიტიკური შეხედულებები, სამახმარებლო არჩევანი თუ სოციალური პოზიციები მათი საკუთარი რაციონალური მსჯელობის და თავისუფალი არჩევანის შედეგი. თუმცა ბერნეისის წიგნი ცხადყოფს, რომ ეს საქმე არის მმართველი კლასის მიერ შექმნილი ილუზია. სინამდვილეში ჩვენ მუდმივად ვართ დახვეწილი მიზანმიმართული მანიპულაციის ობიექტები. ეს თანხმობის ინჟინერია ისე მუშაობს, რომ ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაუფლებაში მყოფი ელიტების ინტერესებს ემსახურება. მაშინაც კი, როდესაც მასებს თავისუფალი არჩევანის სრული ილუზია აქვთ. ბერნეისის შეხედულება ადამიანზე, როგორც ირაციონალურ, აფექტურ და ჯგუფურ ინსტინქტებზე დამოკიდებულ არსებაზე, უდავოდ საკმაოდ ბნელია. ეს ხედვა უგულებელყოფს პროგრესისა და ემანციპაციის პოტენციალს. სამწუხაროდ, ადამიანის შესახებ სწორედ ამ ბნელ თვალსაზრისს იყენებს ძალაუფლებაზე დაგეშილი მმართველი კლასი. იქნება ეს ბურჟუაზიული პოლიტიკური ელიტა, მსხვილი კორპორაციები თუ სხვა ჰეგემონური ჯგუფები. ისინი ქმნიან მითებს, იმიჯებსა და სიმბოლოებს, რომლებიც საზოგადოების ქვეცნობიერ შიშებსა და სურვილებს მიმართავს, რითაც უზრუნველყოფენ მასების ნებაყოფლობით თანხმობას, საკუთარ მმართველობასა და ეკონომიკურ ინტერესებზე. ეს არის კაპიტალისტური სისტემის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. ამ კონტექსტში ბერნეისის პროპაგანდის კონცეფცია გარკვეულწილად ერწყმის კარლ მარქსის იდეოლოგიის თეორიას. მარქსისთვის იდეოლოგია არის არა უბრალოდ იდეების ერთობლიობა, არამედ ყალბი ცნობიერება, რომელიც ასახავს და ამართლებს მმართველი კლასის ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაგრულებს ის საკუთარ შეხედულებებად მიაჩნიათ. ამ იდეას აზუსტებს ლუი ალთუსერი თავის სახელმწიფო იდეოლოგიური აპარატების ცნებით. ალთუსერის მიხედვით სკოლა, ოჯახი, მედია, რელიგია და კულტურული ინსტიტუტები მოქმედებენ როგორც
იდეოლოგიური აპარატები, რომლებიც არა ძალადობით, არამედ დახვეწილი იდეოლოგიური ზემოქმედებით უზრუნველყოფენ საზოგადოების წევრების ინდოქტრინაციას, მმართველი კლასის ნორმებსა და ღირებულებებში. ამას კიდევ უფრო აფართოვებს ანტონიო გრამშის ჰეგემონიის თეორია, რომელიც გულისხმობს, რომ მმართველი კლასი ძალაუფლებას ინარჩუნებს არა მხოლოდ იძულებით, არამედ კულტურული და იდეოლოგიური ბატონობით. ის საზოგადოებაში ავრცელებს საკუთარ მსოფლმხედველობას, ნორმებსა და ეგრეთ წოდებულ საღაზრს, რომელიც დომინანტური ხდება და აიძულებს დაქვემდებარებულ კლასს მიიღონ მისი ღირებულებები საკუთარ ბუნებრივ და ერთადერთ შესაძლო რეალობად. ბერნესის პროპაგანდა სწორედ იდეოლოგიური აპარატების ფუნქციონირებას აღწერს, სადაც საზოგადოებრივი აზრი ერთი შეხედვით უხილავი მექანიზმებით ფორმირდება, ისე რომ ის ემსახურება ძალაუფლებაში მყოფი ელიტების ინტერესებს. ქმნის ჭეშმარიტების ისეთ ვერსიას, რომელიც მათთვის ხელსაყრელია და ხელს უშლის კლასობრივი ცნობიერების გაღვივებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ვიყოთ გაცნობიერებულნი ამ მექანიზმებში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვები, ვისი ინტერესები იმალება ჩვენთვის წარმოდგენილი ინფორმაციების მიღმა, როგორ ხდება ჩვენი შეხედულებების ფორმირება კაპიტალისტური სისტემის მოთხოვნების შესაბამისად და რაც თავარია, როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცნობიერება დანაგვიანებისგან და ხელი შეუწყოთ კოლექტიურ ემანსიპაციას ამ მუდმივი და დახვეწილი იდეოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ბერნესის წიგნი გვაიძულებს უფრო მეტი კითხვა დავსვათ. ის მოგვიწოდებს ყოველთვის ეჭქვეშ დავაყენოთ წარმოდგენილი ობიექტური სიმართლე და ვეძებოთ ნამდვილი მოტივები, რომლებიც იმალებიან საზოგადოების საკეთილდღეოდ მიღებული გადაწყვეტილებების მიღმა. რადგან ხშირად ეს კეთილდღეობა მხოლოდ გაბატონებული კლასის სასარგებლოდ მოქმედებს.